ეს 25 წლის მარია სარქისიანია, რომელიც 27 წლიან საოჯახო ბიზნესს 4 წელია სათავეში უდგას. ეს გახლავთ ახალციხეში მდებარე საცხობი მესხეთის ოჯახი, სადაც ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში ხდება რამდენიმე სახეობის პურის, ხაჭაპურების, ლობიანების და სხვა პროდუქციის ცხობა რეალიზაცია. მარია სარქისიანის ოჯახური ბიზნესის გაფართოებაში, საწარმოს სოფელ სხვილისიდან ახალციხეში გადმოტანაში და წარმოების განვითარებაში უდიდესი წვლილი ევროკავშირს მიუძღვის, რადგან 25 წლის მეწარმემ ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში 57,000 ლარიანი გრანტი მიიღო. მას თავისი 50%-იანი მონაწილეობაც დაუმატა და შეიძინა საცხობი ღუმელი, ურიკა ლითონის თარო, ცომის საჭრელი და დამაგუნდავებელი დანადგარები, საცერი, პურის დამჭრელ შემფუთავი დანადგარი, გენერატორი, ლითონის საბრტყელებელი, კლიმატ კონტროლის აპარატი და 46 ცალი ლითონის ტაფა, რაც წარმოების გაზრდაში დაეხმარა. ადრე ჩვენ ვმუშაობდით მარტო ხელით. ცომის დაჭრა, ცომის დაგუნდავება, ყველაფერი ხდებოდა ფორმის მიცემა, ყველაფერი ხდებოდა ხელით და თანამშრომლები უჭირდათ ეს ყველაფრის გაკეთებას. ეხლა ყველაფერი ევროკავშირის დახმარებით შევიძინეთ ეს ყველა დანადგარი, ცომსაზელი, ცომსაჭრელი, საგუნდავებელი, ეგენი ვიყიდეთ და ეხლა ჩვენს თანამშრომლებისთვის უფრო ადვილია, უფრო მეტის ცხობაც შეგვიძლია. თავდაპირველად სარქისიანების ოჯახი პურს ახალციხის სოფელ სხვილისში აწარმოებდა. მას შემდეგ, რაც საცხობი ახალციხეში გახსნეს, წარმოება გაიზარდა. პურის გარდა დაიწყეს რამდენიმე სახეობის ხაჭაპურის, ლობიანის და სხვა ქართული თუ სომხური ტრადიციული ნაწარმის, ტორტების, ნამცხრების და სხვა ტკბილეულის წარმოებაც. ბიზნესი დაწყებული იყო მარტო პურზე, პურის წარმოება იყო და ეს პურის წარმოება იყო სოფელ სხვილისში. და აი წლების იმაზე ვიფიქრეთ, რომ გავფართოვდეთ და ქალაქში გადავიდეთ. და ევროკავშირი დაგვეხმარა ამ ჩვენი იდეას და ქალაქში გადახვედის მერე აქ დავიწყეთ სხვადასხვა რაღაცეების საცხობაც. ხაჭაპურების სწრაფი კვებაც, ბულკები, ფუნთუშები, ტორტები, ყველაფერი ეტაპობრივად დავიწყეთ. გარდა ამისა, მარია სარქისიანი გვეუბნება, რომ თავდაპირველად თუ საცხობში 2 თანამშრომელი ჰყავდათ დასაქმებული. მას შემდეგ, რაც ევროკავშირისგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს, თანამშრომელთა რაოდენობა 15-მდე გაზარდეს. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დასაქმების პრობლემის გამო სამუშაოდ საზღვარგარეთ, სეზონურად დადიოდნენ. ყველა ადამიანი არის ადგილობრივი ჩვენი ადამიანები, თანამშრომლები, ზოგიერთმა არის, რომ ადრე მიდიოდა საზღვარგარეთ მუშაობისთვის. ეხლა რახან სამუშაო ადგილი გაჩნდა, უკვე აქ არის და აქ მუშაობს, თავის ოჯახთან ცხოვრობს და აქ მუშაობს. ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 36 და ქვემო ქართლში 33 მცირე და საშუალო ბიზნესი დაფინანსდა. გრანტის ყველაზე მცირე ოდენობა 2600 ლარი იყო, ხოლო ყველაზე დიდი 171,000 ლარი. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა მესხური ფურნე, ვიზიტორების, გამასპინძლების და მასტერკლასების შესაძლებლობით, ასევე საკონდიტროები, პურის საცხობები, წისქვილი, სამკერვალოები, სილამაზის, ესთეტიკის ცენტრები და სხვა.